მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად ცოტა სხვა კონტექსტში ვისაუბრებთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მთელ რეგიონალურ ომზე, რომელიც პრაქტიკულად ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ უკვე გაფართოებული არის, უმცირე იმიტომ რომ კვიპროსი მაგალითად არ არის ახლო აღმოსავლეთი და არის აღმოსავლეთ ევროპა. ოფიციალური შეფასება ასეთია და დღეს ვეცდებით რომ გავიგოთ მათ შორის ის გავაანალიზოთ ის მონაცემები, რომელიც ახლა ვრცელდება სხვადასხვა ღია წყაროში, თუ რა გეგმა აქვს ირანს. ცხადია, რომ ირანს აქვს თავისი გეგმა და ეს გეგმა არის მომზადებული ბუნებრივად და გარკვეული ლოგიკის ფარგლებში არის მოქცეული. და როგორც ჩანს, ამ გეგმის ფარგლებში მუშაობს სწორედ ირანი, ფუნქციონირებს და ახლა მისი მთელი ეს კამპანია, რომელიც ჩვენ თავიდან გარკვეულწილად ქაოტურ მოქმედებებად მოგვეჩვენა, ზოგადად ვამბობ, არ ვამბობ კონკრეტულად ჩვენ, ანუ ამ არხის მაყურებლებს ან ასე შემდეგ, ზოგად საზოგადოებას, ჩვენ თქვენთან ერთად ამ არხზე უფრო კონკრეტულად ცდილობდით გაანალიზებას სისტემური ქმედებების მათ შორის პოვნას და მე ცხადია თავიდანვე გითხარით მაგალითად, რომ ირანის ეს ქმედება, მაგალითად თავდასხმა აზერბაიჯანზე, რის გამოც მე ბოდიში მოიხადა, ანუ თქვა რომ ჩვენ არ ვართო, მაგრამ თან ბოდიში მოიხადა და თან გავარკვევთო თავდასხმები ყურის ქვეყნებზე, მე ბოდიში მოიხადა პეჟეშკიანმა ამაზე. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აქ უცნაური პროცესი არის, იმიტომ რომ პეჟეშკიანი პრეზიდენტი არის სულიად სხვა ბანაკიდან, ასე ვთქვათ, რომელიც რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს და რეალურ ძალაუფლებას ვინც ფლობს, ეს არის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი, რომელსაც გააჩნია საკუთარი გეგმა. აქ თავიდანვე ვთქვი, რომ აქ არის ორი პროცესი. ერთი რომ დეცენტრალიზაცია არის მომხდარი და ეს არის აი ამ გეგმის ნაწილი, გეგმას ჰქვია ოპერაცია გიჟი. და ამ გეგმის ფარგლებში არის რამდენიმე რაღაც გათვალისწინებული. ერთი კონკრეტული დეცენტრალიზაცია მმართველობის და ამ მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა ადგილზე ერთი მხრივ ამის დაბრალება იმაზე, რომ მართვის სისტემა არის მორღეული და მთლიანად პრობლემა აქვს სწორედ მართვასთან, მეორე მხრივ ესეც აღსანიშნავი არის, რომ მართვის სისტემა კი არ არისო პრობლემა რეალურად, არამედ ამის საფარქვეშ მართვის სისტემის პრობლემის რეალური დარტყმების მიყენება ოპერაცია გიჟის ფარგლებში, რომელიც მიზანს მიაღწევს. რა არის მიზანი? თავიდანვე 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის ფარგლებში გახსოვთ ისრაელ-ირანის და შეერთებულმა შტატებმა რომ Midnight Hammer ოპერაცია ჩაატარეს და ბირთვული ობიექტები დაბომბეს. ირანმა მიიღო გადაწყვეტილება იმ დროს ისრაელის წინააღმდეგ დარტყმა ვერ განახორციელეს 12 საათის განმავლობაში, მეტიც პირველი დღის განმავლობაში პრაქტიკულად. და პრობლემა უკავშირდებოდა ერთ კონკრეტულ მიზეზს. მეთაურები მოკლეს და ახალი მეთაურები არ ყავდათ, რომ ბრძანება გაეცათ. ახლა შექმნეს 4 შრიანი მმართველობითი სისტემა. თუ კლავენ მეთაურს, მისი მოადგილე ავტომატურად ხდება მეთაური, თუ კლავენ მოადგილესაც მესამე ხდება, თუ კლავენ მესამესაც მეოთხე. დაზღვევის მექანიზმი არის გარკვეულწილად იმის, რომ ბრძანების გამცემი ყოველთვის იქნება. და ამიტომაც ისრაელის დარტყმების შედეგად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრაქტიკულად პირველივე საათებში ისრაელის წინააღმდეგ უკვე ბალისტიკური რაკეტები იყო მიმართული და პირველი სროლები განხორციელდა და ეს მკვეთრი განსხვავებაა სპეციალისტებისთვის, ვინც ადარებს ამ ომს და 12-დღიან ომს, რომელიც იყო შარშან ივნისის განმავლობაში. მეორე მნიშვნელოვანი მდგენელი უკავშირდება სტრატეგიას. ირანმა თავიდანვე გაითვალისწინა, რომ ამ ომში გამარჯვება შეუძლებელია. შეუძლებელია სულ მცირე იმიტომ, რომ დამარცხება შეერთებული შტატების წარმოუდგენელია, ისრაელის დამარცხება პრაქტიკულად არარეალისტურია, ისრაელის მიმართულებით მთავარი რაც შეუძლიათ ეს არის დიდი ზიანი, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებით პრაქტიკულად დიდ ზიანს ვერ მიაყენებ. ზიანი არის, რა თქმა უნდა, მათ შორის გარდაცვლილები არიან, მაგრამ დიდი ზიანი ვერა. დიდი ზიანის მიყენება შეგიძლია ბირთვული იარაღით.
მაგიტომაც ირანს უნდოდა ეს ბირთვული იარაღი, რომ თურმე ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენოს ბირთვული იარაღი და დღეს რომ ხედავთ ბალისტიკური რაკეტა ვარდება ისრაელზე, იმაში რომ ბირთვული ყოფილიყო, შედეგი გასაგებია როგორი იქნებოდა. აქედან გამომდინარე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტი, ირანმა რადგანაც ბირთვული იარაღს ვერ მიაღწია, თუმცა მცდელობები ნამდვილად აქვს, ცხადია მათ შორის აქვს სხვა სტრატეგია. რადგან ვერ ახერხებ გამარჯვებას, ესე იგი გამარჯვება უნდა იყოს არ დამარცხება. არ დამარცხება რეჟიმის. თუ რეჟიმი არ დაიშლება, მაშინ ირანი არ დამარცხდა, თუ ირანი არ დამარცხდა, ესე იგი ამერიკამ არ გაიმარჯვა, თუ ამერიკამ არ გაიმარჯვა და ირანი არ დამარცხდა, მაშინ ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი რეჟიმისთვის. რა დაისხვია აქ რეჟიმმა? აიათოლას მკვლელობა, ლიდერების მკვლელობა, სისტემა მოწყობილია ისე, რომ ჩანაცვლებადი არის ხელისუფლება. როგორც ჩაანაცვლეს ახლა აიათოლა, ასევე ანაცვლებენ, როგორც გითხარით, 4-შრიანი სისტემის მეშვეობით პოლიტიკური და სამხედრო მეთაურები. სამხედროს გულისხმობ პირველ რიგში. კეთილი. ეს ლოგიკური და გასაგებია. აქ ლაჩდება კითხვა. და როგორ გააკეთო ისე, რომ ომი შეჩერდეს, შეწყდეს. რა შეიძლება მალე? იმიტომ რომ ომის შეჩერება არის გარანტია რეჟიმის გადარჩენის. თუ არა, ყველას მოკლავენ. ვისაც არ უნდა დანიშნო და უსასრულო ნამდვილად არ არის. არც ადამიანების რაოდენობა, არც პოლიტიკური და სამხედრო პირების რაოდენობა, არც თუნდაც აიათოლების რაოდენობა. არ არის უსასრულო. და როდესაც ისრაელს უკვე გააჩნია ცაში უპირატესობა, რომელიც მოპოვებულია ამერიკასაც მათ შორის, შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი ხელისშეშლა იმ კუთხით, რომ ეტაპობრივად მოხდეს აი ამ სამხედრო პოლიტიკური მეთაურების განადგურება, როგორც სამხედრო ამოცანის, არანაირი პრობლემა აქ არ არის. ამიტომ მთავარი ფაქტორი აქ გამოჩნდა დრო. დრო, ვინ უფრო სწრაფად მიაღწევს მიზანს. რა მიზანს? პირველი მიზანი არის ასეთი. შეერთებული შტატები აღწევენ თუ არა უფრო სწრაფად მიზანს რეჟიმის წინააღმდეგობის უნარი აღკვეთონ, სანამ პოლიტიკური და ეკონომიკური და ყველანაირი ფასი ამ ომის გადაწონის ამ რეალობას, ამ ვითარებას. და მეორე, ირანისთვის მოახერხებს თუ არა გადარჩეს მანამ, სანამ ამერიკისთვის და ისრაელისთვის ეს ომი გახდება უფრო ძვირი, ვიდრე მათ შეუძლიათ ამით ატანა. ძვირი არა მხოლოდ ფინანსური გაგებით, ძვირი ზოგადად. ეხლა, გაჩნდა მთავარი კითხვა. პირველზე გიპასუხეთ უკვე, როგორ გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად გავუძლოთ ამ ვითარებასო იფიქრეს ირანში და შექმნეს ეს დეცენტრალიზირებული მმართველობითი სისტემა. მათ შორის კონკრეტული უბანი, კონკრეტული მოდი ჩვენ საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, რეგიონი არის ცალკე კუთხე, არის ცალკე სამხედრო ერთეული, რომელსაც ყავს ცალკე დღის წესრიგი. თუ ცენტრთან კავშირს ვერ ალაგებ, მოქმედებ კონკრეტული სცენარით. კონკრეტული სცენარი შესაბამისად გულისხმობს მაქსიმალურად ომის გაფართოებას მთელი რეგიონის მასშტაბით. მეორე მხრივ, აქ ჩნდება სწორედ აი საინტერესო ნიუანსი, რაზეც წეგან საუბრობდი, რომ ეს არის იდეალური ასე ვთქვათ, ფარი იმისთვის, რომ განაცხადო, რომ ეს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ირანიდან მოდის, არ არის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია. ეს არის კავშირის დაკარგვის შედეგად ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილება. და აქ უკვე შემოდის ოპერაცია გიჟის მთავარი ლოგიკა. სწორედ ის, რაც სახელში დევს. ირანი უნდა გახდეს რეგიონალური მასშტაბით გიჟი მოთამაშე, რომელიც ახორციელებს ქაოსის დანერგვას მთელ რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ირანმა დაიწყო დარტყმები საუდის არაბეთზე, გაერთიანებულ არაბულ საამიროებზე, კატარზე, ბაჰრეინზე, ქუვეითზე, ასევე ერაყზე, სირიაზე, იორდანიაზე და კვიპროსზე. ამას მოემატა თურქეთი
და აზერბაიჯანი. რეალურად ირანის დასავლეთით მდებარე პრაქტიკულად ყველა მეზობელი სახელმწიფო გარდა სომხეთისა ამ მომენტისთვის არის დარტყმის ქვეშ, ან იყო დარტყმის ქვეშ. სხვადასხვა დოზით ცხადია. ომანიც ხო არ დამავიწყდეს. ასე რომ დასავლეთ ნაწილში ყველა მეზობელი, მათ შორის ზღვით მეზობელი, აღმოსავლეთ ნაწილში არა. პაკისტანის, ავღანეთის და ესე იგი თურქმენეთის მიმართულებით არაფერი არ ყოფილა. აქვე გეტყვით, რომ გახსოვთ ამაზე ვისაუბრეთ, პაკისტანის და ავღანეთის ომი გრძელდება, მაგრამ ვის ცალია ამ ომზე სასაუბროთ, როდესაც ასეთი ამბავი ხდება ირანის მიმართულებით ისრაელის ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, არავის არ სცალია მაგისთვის. და აქ არის ძალიან კაფიო და კონკრეტული პროცესი, რომ ირანმა მიიღო გადაწყვეტილება ომის გაფართოების. რატო? რადგანაც ეს არის დაახლოებით ინსტინქტი, აი თუ შეგიმჩნევიათ, ადამიანი თუ იხრჩობა და გვერდზე ვინმე არის, ცდილობს რომ იმის ხელი ჩაკიდოს, ასე ვთქვათ, და თავი გადაარჩინოს. ესე გონია მას ადამიანს ინსტინქტურად. თუმცა უფრო ხშირად ცდილობს ის მეორე ადამიანი ჩამოხრჩოს. და ეს ხშირად არის მაგალითად თუნდაც ბავშვების შემთხვევაში. ეს არის ადამიანური ინსტინქტი. სახელმწიფოც ხო ადამიანების ერთობაა. და ინსტინქტი ახლა ირანის არის, რომ თუ იხრჩობა რეჟიმი, მაშინ ეს გავავრცელოთო მთელ რეგიონზე. და დავაბრალოთ ადგილობრივ რაღაც დეცენტრალიზირებულ მმართველობას და არა ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს გულისხმობს სამხედრო პროვოკაციებს, ტრანზიტის ლოგისტიკური კავშირების და მარშრუტების აკრძალვას, მიზანში აყვანას, დარტყმებს და გულისხმობს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორც არის ეკონომიკა. ერთი რომ ისრაელის მიმართულებით დარტყმები, მათ შორის მსხვერპლი იწვევს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს ოქტომბერში არის არჩევნები ისრაელში, ნეტანიაჰუს ბედი წყდება და ასევე არის არჩევნები ამერიკაში, ტრამპის არა, მაგრამ კონგრესზე კონტროლის ბედი წყდება რესპუბლიკელები თუ დემოკრატები აღადგენენ კონტროლს კონგრესზე. მაშა სადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი არის, რა თქმა უნდა, ამ ორი ძალის, ამერიკის და ისრაელის, რა შეიძლება მალე ომის დასრულება და გამარჯვებულის სახით ამ არჩევნებში გამარჯვება ორივესთვის. ირანისთვის კი არის, რა შეიძლება დიდხანს ომის გაწელვა და იძულება, რომ ანუ არა იმიტომ, რომ ომი აწყობთ, არამედ ომში ერთი მხრივ, ანუ მათ ჭირდებათ, რომ ომი მალე დასრულდეს, მაგრამ არა თუ დროის განმავლობაში ომის გახანგრძლივება არის მათი მიზანი, არამედ გაჭიანურება ომის, ასე ვთქვათ, და რეალური პრობლემების ჩამოყალიბება შექმნა კონკრეტულად ამერიკის და ისრაელისთვის. თუ თვეების განმავლობაში ეს გაგრძელდება, ამას ექნება უკვე წინასაარჩევნო გარემოზე დიდი ზეგავლენა. როგორ გარემოზე? აი აქ ჩნდება უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეკონომიკა. დონალდ ტრამპი მოვიდა ამ თანამდებობაზე ზოგადად იმ ლოგიკის ფარგლებში, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა არის ძალიან მაღალი და გააკეთა დონალდ ტრამპმა რიგი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ შეემცირებინა კონკრეტულად ნავთობის ფასი და ინფლაცია, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია ინფლაცია ნავთობის ფასზე. $65 იყო ნავთობის ფასი, სტაბილური საკმაოდ, ნავთობის მოპოვება გაზარდა ტრამპმა, მათ შორის ამერიკაში, ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც წლის დასაწყისში გაიმართა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, უზრუნველყო იქ ნავთობის მიწოდება, მათ შორის ამერიკისთვის და გარკვეულწილად მოაგვარა მნიშვნელოვანი საკითხი ამ კუთხით. ახლა მისთვის პრობლემა ხელახლა ჩნდება. ნავთობის ფასი უკვე გაზრდილი არის $65-დან გაიზარდა $120-მდე, ეხლა დაცემულია $90-მდე დაახლოებით, მაგრამ საკმაოდ მერყევი არის ვოლატილების, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალია, ანუ მერყეობის, სწორედ ვთქვათ, ინგლისურიდან რო ვთარგმნოთ, და თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ბაზრები იმყოფებიან ძალიან მერყევ მდგომარეობაში. ეს გამომდინარეობს სწორედ ირანის გიჟური სტრატეგიიდან.
სტრატეგია გულისხმობს ორმუზის სრუტის დახურვას, თუმცა სრულად ვერ დახურავ, მაგრამ გვისჭირდება ნებისმიერი გემის გასვლის დროს თუ დარტყმას მიაყენებ ამ გემზე, ჰორმუზის სრუტე იქნება დე-ფაქტო ჩაკეტილი. დე-ფაქტო ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ ფლოტი ირანული არის განადგურებული ამერიკული ძალების მეშვეობით, ფლოტი არ ჭირდებათ. იმიტომ რომ ხმელეთიდანაც გასროლილ ნებისმიერ მარტივ მსუბუქ რაკეტას შეუძლია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე ნიშნავს ნავთობის სულ მცირე 20%-ის მომარაგების შეზღუდვას მსოფლიო მასშტაბით. პარალელურად დარტყმები საამიროებზე, სადაც არის ფინანსური ინფრასტრუქტურა, მოდით ასე ვთქვათ, ხო, დუბაი განსაკუთრებით არის ფინანსური ჰაბი. ამავდროულად დარტყმები, ესე იგი, კატარზე, სადაც გაზის და ნავთობის მიმართულებით ძალიან სერიოზულია, განსაკუთრებით გაზი, თხევადი გაზი, რომელიც გემებით ასევე იგზავნება ხოლმე. ეს არის კიდევ ერთი კომპონენტი. ამას ემატება კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც არის კონკრეტულად ბაჰრეინის მიმართულებით, იქაც ნავთობის მოპოვება შეწყვეტილია. დარტყმები საუდის არაბეთზე, სადაც ნავთობის მოპოვება ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა უკვე, ქუვეითზე იგივე პროცესი ხდება. შესაბამისად, ნავთობის მიმართულებით მოპოვებაც არის შემცირებული, მიწოდებაც არის შემცირებული. ახლა საუბარია, რომ საუდის არაბეთი ეცდება ეგრეთ წოდებული დასავლეთ-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის pipeline-ის, ანუ ნავთობის მილი კონკრეტულად, ხო, ნავთობსადენი, გამახსენდა, სიტყვა, ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის გადატანა, იმიტომ ძირითადად ნავთობი აქვს აღმოსავლეთ სანაპიროზე და დასავლეთ სანაპიროზე თუ გადაიტანს ამ ნავთობსადენით, მაშინ მარტივად იქედან მიაწვდის ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით და ეს პრობლემა არ იქნება, განსაკუთრებით ახლოს არის მათ შორის ევროპის მიმართულებითაც წითელი ზღვიდან. ეს თუმცა შეზღუდულია იქ რაოდენობა ბარელების მიხედვით, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი მოცულობა, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში არ აუშავს. იდეა გულისხმობს იმას, რომ ნავთობის ფასი იქნება ძალიან მაღალი, გაზის ფასიც იქნება ძალიან მაღალი, ამის შედეგად იქნება ფასების ზრდა მსოფლიო მასშტაბით ყველგან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში, იმიტომ რომ ნავთობის ფასის ზრდა გულისხმობს საკვების ფასის და საკვების ფასის და ყველაფერისთან კავშირში არის და ზოგადად ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს გარკვეულწილად, თუ ეს გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს. და ამ სტრატეგიას მიზანი აქვს, რომ ასე თქვი, ასიმეტრიული საომარი მოქმედებებით აიძულოს ამერიკა და ისრაელი, რომ განაცხადონ, რომ საკმარისია, ჩვენ გავიმარჯვეთ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, გამარჯვება არის რეჟიმის დამხობა, რეჟიმის შეცვლა. რეჟიმის შეცვლის გარეშე გამარჯვება არის ნაწილობრივი გამარჯვება. არის გარკვეული ასე ვთქვათ, შედეგი, მაგრამ არ არის სრულფასოვანი გამარჯვება. ირანს აქვს იმედი, რომ რეჟიმს შეინარჩუნებს. შეინარჩუნებს რეჟიმს, ესე იგი გაიმარჯვებს. თუ შეინარჩუნებს რეჟიმს, თავს გამოაცხადებს გამარჯვებულად, მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად სვერპლისა, დანგრევებისა, ყველაფრისა, გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს. ამიტომ სტრატეგია გიჟი არის გიჟური, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკა ამ შემთხვევაში ირანის მიერ, რომელიც გულისხმობს რეჟიმის გადარჩენის მცდელობას. ამერიკას და ისრაელს, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ აი ამ სირბილში, ალბათ ესე უნდა შევაფასოთ, ან მარათონი გარკვეულწილად, ხო? აქ უნდა გავიაზროთ, რომ ლოგიკა არის, ვინც პირველი დანებდება. ვინც პირველი დასუსტდება და ვინც პირველი იტყვის, რომ აღარ შემიძლია, აი ეს არის დამარცხებული რეალურად და ეს უნდა აღმოჩნდეს ამერიკის და ისრაელის შეფასებით ირანი. რეჟიმი ამას სავარაუდოდ არ იზავს. საქმე იმაშია, რომ რეჟიმი იმდენად უნდა დასუსტდეს, რომ პროტესტის შედეგად რეჟიმი დაემხოს ირანში. ანუ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. თუ ამას ვერ მოახერხებენ დროულად, პროტესტის ჩახშობაც მოხდება და ამერიკა და ისრაელისთვის ფასიც გაიზრდება და ამერიკა და ისრაელი თავს შორს დაიჭერენ, რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებამდე, ოქტომბრამდე, მით უფრო ომის ფასი იზრდება, რაც უფრო ინფლაციური მაჩვენებელი იზრდება, ნავთობის ფასი იზრდება, მით უფრო ფასი ომის იზრდება. რაც უფრო მეტი დაღუპულია, ფასი ომის იზრდება.
მაგრამ ამავდროულად ომის ფასი ერთი საკითხია, მაგრამ ომი თუ არ დაამთავრე გამარჯვებით, მაშინ პრაქტიკულად უნდა ვთქვათ, რომ ამით ომი ისევ განახლდება. შეიძლება 5 წელიწადში, მაგრამ განახლდება. ანუ ეხლა თუ არ გადაიხადე ფასი, პროცენტები გექნება გადასახდელი. დაახლოებით ასე. და ისრაელს და ამერიკას საკმაოდ ძვირი შეიძლება დაუჯდეს, თუ ახლა არ მოაგვარებენ ბოლომდე ამ ამბავს და ნაწილობრივ მოგვარებით შემოიფარგლებენ. მარტივად. ბირთვული იარაღის შექმნა კიდევ უფრო ღრმად, მიწის ქვეშ, დამალულ ადგილებში ირანი ამ მიმართულებით წავა აუცილებლად. და ამაზე ღიად საუბრობს ამერიკა, რომ ამას აპირებდა ირანი. დიახ, ამას აპირებდა და ამას აპირებს. ან ამას შეაჩერებს ამერიკა და ირანი, ან ეს მოხდება. თუ ეს მოხდება, ასეთი ომის წარმოება შეუძლებელი იქნება, რადგანაც ჩვენ ხედავთ, რომ საერო თავდაცვის სისტემები პრაქტიკულად სრულად ვერ იცავენ ვერც ერთ ქვეყანას. შესაბამისად, ბირთვული იარაღის პირობებში ბირთვული იარაღი გამოყენებული ისრაელის წინააღმდეგ გამოიწვევს იქ ბირთვულ აფეთქებას. გამოიწვევს მილიონობით ადამიანის სიკვდილს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. თუ ესეთი რეალობა დადგა, ამ რეალობის პრევენცია, იმას აღარ ვამბობ, რომ ირანის მიერ კონკრეტულად ბირთვული იარაღის გამოყენება ასევე ევროპის წინააღმდეგაც არის შესაძლებელი. ბალისტიკური რაკეტის რადიუსზე არის რა დამოკიდებული. და ზუსტად იგივე შეიძლება ამერიკის წინააღმდეგაც, იმიტომ რომ ამერიკამ დაადასტურა, რომ ირანი მუშაობდა კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტის მიმართულებითაც. თემა არის ძალიან რთული, მე მინდოდა დღეს ოდნავ უფრო თეორიული და სქემატური ახსნა მქონოდა თუ რა ხდება და რას უნდა ველოდოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად მხარი დაუჭიროთ არხს მოწონებით ამ ვიდეოს, დალაიქებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, გაწევრიანდით არხზე, გახდით არხის წევრი და ამით მხარი დაუჭირეთ არხის შემდგომ განვითარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.